მოგესალმებით, ჩვენი სტუმარი გახლავთ საბერძნეთის ეკლესიის საეკლესიო რადიოს ხელმძღვანელი და საბერძნეთის ეკლესიის ოფიციალური საღვთისმეტყველო ჟურნალის თეოლოგია შემდგენელ რედაქტორი პროფესორი ალექსანდროს კაციარასი, რომელიც საქართველოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით და ის მონაწილეობას იღებდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა ნიკეის პირველი საეკლესიო კრების 1700 წლის იუბილეს. კონფერენცია იყო ორგანიზებული, როგორც გითხარით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ საპატრიარქოს ინიციატივით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. მოგესალმებით ბატონო ალექსანდროს, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ თბილისში იმყოფებით თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მოწვევით და მონაწილეობდით საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაიმართა და ასევე გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით. მისასალმებელი სიტყვით მიმართეთ პირველ დღეს, გახსნის დღეს დამსწრე აუდიტორიას და მინდა გთხოვოთ, რომ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილება ამ კონფერენციასთან დაკავშირებით და ზოგადად გვესაუბროთ აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობაზეც. უპირველეს ყოვლისა, სურს მადლობა გადაგიხადოთ ამ ინტერვიუს საშუალებისათვის. მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ მოწვევისათვის. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან თითოეული ასეთი შეხვედრის დატვირთვაა, რომ სასულიერო პირები და მეცნიერები შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები. ასეთივე გახლდათ ეს კონფერენციაც, რომლის თემასაც პირველი მსოფლიო კრებისა და მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მისი მნიშვნელობის გახსენება წარმოადგენდა. მიმაჩნია, რომ მსგავსი სამეცნიერო ღონისძიებები ძალიან დიდ როლს თამაშობს კავშირების დამყარების თვალსაზრისითაც, როგორც კონფერენციის მონაწილეებს, ასევე იმ ეკლესიებს შორისაც, საიდანაც ისინი არიან წარმოგზავნილნი. ბატონო ალექსანდროს, როგორც ვიცით, თქვენ შეხვდით ასევე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებსაც, მათ წაუკითხეთ ლექცია და მათგან მოისმინეთ საინტერესო შეკითხვებიც ასევე. მინდა გთხოვოთ, რომ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილება იმ გარემოზე, რაც დაგვხდათ ამ უმაღლეს საღვთისმეტყველო სასწავლებელში, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და იმ სამეცნიერო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ამ სასწავლებელში. ეს შეკითხვა საშუალებას მაძლევს, რომ ვისაუბრო იმ გამოცდილებაზე, რომელიც აკადემიას სემინარიაში საღვთისმეტყველო სასწავლებელში მქონდა. ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ამ სასწავლებლის სტუდენტებთან. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის ეკლესია და რას წარმოადგენს მისი მისია და მისი ბუნება იმ რთულ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვართ და ზოგადად ახალ ეპოქებში ძველთან მიმართებით. ვინაიდან სამყარო იცვლება და არაფერია თავისთავადი მოცემულობა. რისი აღნიშვნაც მინდა არის ის, რომ სტუდენტების სახეებზე მე ძალიან დადებითი განწყობა ამოვიკითხე და შევნიშნე მათი ინტერესი, რომ დაესვათ შეკითხვები და გვესაუბრა იმ თემაზე, რომელიც ძალიან მოკლედ გავშალე. მიმაჩნია, რომ საღვთისმეტყველოს სასწავლებლების როლი ძალიან დიდია, არა მხოლოდ ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ ზოგადად. გონია, რომ თეოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. იგი ქმნის კულტურას. ეს შეგვიძლია ხალხების ისტორიაშიც ვნახოთ. თუ სხვადასხვა ხალხების რელიგიებს გავიხსენებთ და მათ ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების მიერ შექმნილი კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა რელიგიების მიერ შექმნილი კულტურებისაგან. შედეგად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ თეოლოგიას, ვინაიდან სწორედ თეოლოგიის საფუძველზე გვაქვს შექმნილი ის კრიტერიუმები, რომლებითაც შეგვიძლია, რომ თანამედროვე პრობლემებს ვუპასუხოთ. მართლმადიდებელ თეოლოგიას ძალიან დიდი ძალა აქვს და მიმაჩნია, რომ მას აქვს შესაძლებლობა ძალიან დამაჯერებლად უპასუხოს ადამიანთა თანამედროვე პრობლემებს. ბატონო ალექსანდროს, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაქვთ თეოლოგიური, ფილოლოგიური და ფსიქოლოგიური განათლება და ასევე წლებია დაკავშირებული ბრძანდები ჟურნალისტიკასთან, ჟურნალისტურ საქმიანობასთან. თქვენ ხელმძღვანელობთ და მთავარი რედაქტორი ბრძანდებით საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საღვთისმეტყველო ჟურნალის თეოლოგიის, ასევე ხელმძღვანელობთ საეკლესიო რადიოსაც საბერძნეთში, ხართ სხვადასხვა საღვთისმეტყველო ჟურნალების რედაქტორი და მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ მართლმადიდებლური ჟურნალისტიკის ფუნქციასთან და როლთან დაკავშირებით თანამედროვე სამყაროში. ძვირფასო ელისაბედ, მართლმადიდებლური ჟურნალისტიკის საკითხი, ჩემი აზრით, წარმოადგენს უზარმაზარ თემას,
რომელიც შეუძლებელია, რომ ცალკე და იზოლირებულად იქნას განხილული იმ კულტურისაგან, რომელმაც ჟურნალისტიკა წარმოშვა. რისი თქმა მსურს ამით. ყველა ის საშუალება, რომელთაც ჩვენ მასობრივ მედია საშუალებებს ვუწოდებთ, იმისათვის, რომ გავიროთ მათი ბუნება და მათი არსი. უნდა შევუთავსოთ იმ კულტურას, რომელშიც აღმოცენდნენ. დღეს ადამიანებში არსებობს ამგვარი ტენდენცია, რომ ისინი ციფრულ მოწყობილობებს იმგვარად იყენებენ, რომ არაცნობიერებენ, რა დიდ გავლენას ახდენენ ისინი ცხოვრების, სამყაროსა და ღმერთის შესახებ შეხედულებებზე. ისინი არ არიან მხოლოდ ინსტრუმენტები, არამედ ასევე ხელს უწყობენ ცხოვრების შესახებ შეხედულებების ჩამოყალიბებასაც. ერთ მაგალითს გეტყვით, როდესაც გუტენბერგმა საბეჭდი მანქანა გამოიგონა, პირველი წიგნი, რომელიც დაიბეჭდა, იყო წმინდა წერილი. ხალხი ენთუზიაზმით შეხვდა ამას და პაპმა დააჯილდოვა კიდეც ეს გამოგონება და ხელი შეუწყო წმინდა წერილის მრავალ ეგზემპლარად დაბეჭდვას. რის შედეგადაც ამ გამოგონების წყალობით ყველა ქრისტიანს მიეცა წმინდა წერილის წაკითხვის საშუალება. ამგვარად რადიო, ტელევიზია, იმისათვის რომ მათი ღირებულება და მათი შესაძლებლობა, ან თუნდაც მათი შედეგები გავიგოთ, იმ კულტურებს უნდა შევუთავსოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ, მართლმადიდებლები, ძალიან კრიტიკულად და დაკვირვებით უნდა მივუდგეთ ყველა ამ საშუალებებს, ვინაიდან მათ შეიძლება ჩვენი ტრადიციის საწინააღმდეგო ფუნქციას კი შეასრულონ. მაგალითად, საბერძნეთში ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ შეგვიძლია საღვთო ლიტურგიას ტელევიზორში ვუყუროთ და ტაძარში წასვლა აღარაა საჭირო. ბატონო ალექსანდროს, თქვენ საუბრობდით ახლა სწორედ მართლმადიდებლური ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე და იმაზეც, რომ თქვათ მედია საშუალებები შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ეკლესიის სასიკეთოდ, ასევე საწინააღმდეგოდ და ჟურნალი, რომლის რედაქტორიც, შემდგენელი რედაქტორიც თქვენ ბრძანდებით და რომელსაც აქვს 100 წელზე მეტი ისტორია, უკვე 100 წლის იუბილე აღინიშნა ცოტა ხნის წინ, ვიცით, თეოლოგია არის მაგალითი სწორედ იმისა, რომ სასიკეთოდ არის გამოყენებული მედია საშუალება, ამ შემთხვევაში კონკრეტული ჟურნალი ეკლესიისთვის და თეოლოგიისთვის და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საგანგებოდ გამოითქვა მადლიერება ჟურნალ თეოლოგიის მისამართით თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესია და ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორე იღვწოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის, სწორედ ჟურნალმა თეოლოგია აღმოუჩინა ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს ეკლესიას და იქ იბეჭდებოდა სტატიები სწორედ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. რომ მოგვიყვეთ, რა ტიპის ჟურნალი არის ჟურნალი თეოლოგია, რომლის რედაქტორიც ბრძანდებით და რა ტიპის სტატიები იბეჭდება და აქვს თუ არა უცხოელ მკვლევრებს და მეცნიერებს ამ ჟურნალთან თანამშრომლობის საშუალება. თეოლოგია არის ჟურნალი, რომელსაც, როგორც თქვით, 100-წლოვანი ისტორია აქვს. ყოველ წელს გამოიცემა 4 ჟურნალი და ჩვენი ჟურნალისათვის პატივია, რომ მის ფუნქციონირებაში მონაწილეობას იღებენ ავტორები სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებიდანაც. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თუ გამოგვეგზავნება სტატიები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდანაც, რაც გამოაჩენს იმ ერთობას, რომელსაც თითოეული მართლმადიდებელი ეკლესია უნდა ამჟღავნებდეს. ამგვარად ჩვენი ჟურნალი, როგორც აკადემიის რექტორ პროტოპრესვიტერ გიორგისაც და თქვენი საღვთისმეტყველოს სასწავლებლის პროფესორებსაც ვუთხარი, თქვენს განკარგულებაშია. ეს შეიძლება იყოს ისეთი ნაბიჯი, რაც გააძლიერებს ჩვენს კავშირს და ასევე თავის წვლილს შეიტანს მეცნიერთა შორის თეოლოგიური დიალოგის განვითარებაში, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი ჩვენს ეპოქაში, რომელიც უსწრაფესი ტემპებით იცვლება და ყველაფერი, რაც ტრადიციულია, ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა. საბერძნეთში რადიო კავშირის შესახებ განსაკუთრებული რეგულაციები არსებობს, ისევე როგორც ტელემაუწყებლობის შესახებ. საბერძნეთის ეკლესიის რადიო არხი ფარავს მხოლოდ ატიკის რეგიონს, ანუ ათენის პერიფერიას. იმისათვის, რომ იგი მთელს საბერძნეთში გავრცელდეს, ერთადერთ საშუალებას ადგილობრივ რადიოსადგურებთან დაკავშირება წარმოადგენს. პროგრამა ყველაზე რთული რამაა, ვინაიდან ამგვარი მედია საშუალების მიზანს წარმოადგენს ის, რომ რაც შეიძლება მეტი მსმენელი მოიზიდოს. შედეგად პროგრამა შედგენილია დროების მიხედვით. მაგალითად, დილით ვიწყებთ 2 საათიანი დილის გადაცემით, რომელშიც არის ეკლესიური, კულტურული და სოციალური ხასიათის რეპორტაჟები. ეს რეპორტაჟები ძალზე მცირეხნიანებია, დაახლოებით 10 წუთიანი. და შემდეგ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხასიათის გადაცემა გვაქვს. მაგალითად 10-დან 11-ის ნახევრამდე არის მამათა საკითხავები.
11-დან 12-მდე არის გადაცემა, რომელშიც ეკლესიის მისიისა და ბუნების შესახებაა საუბარი. შუა დღის პირველ საათზე არის გადაცემა, რომელშიც ვაშუქებთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარესა და ეკლესია-მონასტრებში ვიზიტებს. შემდეგ გვაქვს კატეხიზაციური შინაარსის გადაცემები. იქ ვსაუბრობთ ეკლესიის საიდუმლოებების შესახებ. შემდეგაა გადაცემები სხვა ეკლესიების შესახებ. მაგალითად, ამ გადაცემებში შეიძლება საქართველოს ეკლესიის ისტორიაც ჩავრთოთ და ქართული კულტურის შესახებაც ვრცლად ვისაუბროთ. უკვე დაწყებული გვაქვს გადაცემები მსოფლიოს საპატრიარქოს შესახებ, იერუსალიმის ეკლესიის შესახებ, ბულგარეთის ეკლესიის შესახებ და შეგვიძლია რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და კულტურის შესახებაც ვისაუბროთ. შემდეგ ეთერში ბიზანტიური მუსიკა გადის. ძალიან საინტერესოა ეს შემოთავაზება თქვენი მხრიდან, რომ საბერძნეთის საეკლესიო რადიოში გაკეთდეს გადაცემები საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით. ბატონო ალექსანდროს, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ახლა ემზადებით მეორე საერთაშორისო კონფერენციისთვის, რომელიც უკავშირდება ჟურნალის თეოლოგია 100 წლის იუბილეს და ძალიან საინტერესო სახელწოდება აქვს ამ კონფერენციას მართლმადიდებელი ეკლესია და თეოლოგია ციფრულ სამყაროში. თუ არ ვცდები, აი ესეთი ფორმულირება არის სათაურის. რომ გითხრათ, როგორია სამზადისი, ვინ მიიღებს მონაწილეობას და რა საკითხები იქნება განხილული? ნამდვილად, თესალონიკში წელს გასამართი ჩვენი კონფერენციის მთავარი თემა იქნება მართლმადიდებელი თეოლოგია ციფრულ სამყაროში და ციფრული რეალობის ზეგავლენები თეოლოგიაზე და ადამიანთა სოციალურ ცხოვრებაზე. ციფრული რეალობის მიერ მოტანილი ცვლილებები ადამიანთა მთელ ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას, მათი აზროვნების წესიდან დაწყებული და მათი ცხოვრების წესით დამთავრებული. მასზე მოწვეულნი არიან მეცნიერები მთელი მსოფლიოდან, სხვადასხვა კულტურული და სამეცნიერო სივრცეებიდან. ასევე მოწვეული გვყავს მსოფლიოს საპატრიარქოც, რუმინეთის, სერბეთის, ბულგარეთისა და ალბანეთის ეკლესიები, რომლებიც ჩვენი მეზობლები არიან და მოხსენებებს თავად პატრიარქები წაიკითხავენ. ასევე დღეს ჩამოვიტანეთ ოფიციალური მოსაწვევი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც, რათა საქართველოს ეკლესიამაც მიიღოს მასში მონაწილეობა ამ კონფერენციაში, როგორც ათენის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა წარმომადგენლებისა და ეპისკოპოსების მეშვეობით. ფიქრობთ, რომ ეს კონფერენცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვისაც, ვინც ემსახურება მართლმადიდებლურ ჟურნალისტიკას, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც თქვათ საეკლესიო ტელეარხებზე თუ რადიოში თუ ჟურნალ-გაზეთებში მუშაობენ. ბატონო ალექსანდროს, მე ვიცი, რომ ეს არის თქვენი პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. რატოღაც მეგონა, რომ აქამდეც ბრძანდებოდით ნამყოფი ჩვენს ქვეყანაში. 3 დღეა, რაც ჩვენი სტუმარი ხართ და ალბათ ამ მცირე დროში ძნელია შთაბეჭდილება შექმნოდათ, მაინც მინდა გკითხოთ, რომ აი გაგვიზიაროთ თქვენი განწყობა შთაბეჭდილება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით და თქვათ კიდევ ერთხელ აი შემაჯამებლად კონფერენციის მნიშვნელობაზეც რომ გითხრათ, რომელშიც მონაწილეობდით. გაოცებული ვარ საქართველოში. ჩემი ოცნება იყო, რომ რეალურად მენახა ის, რაც ფოტოებში მქონდა ნანახი. ყოველთვის ვჯეროდა და წარმოვიდგენდი, რომ შესანიშნავი და უნიკალური ადგილი იქნებოდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა დიდი ხანია ასე არაფერს რა ვუოცები ვარ, როგორც თბილისის ნახვას. მოხარული ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობით, ადამიანთა გახსნილობით. მიმაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად შესანიშნავი და ისტორიული ქვეყანაა. და რაც ყოველთვის მჯერა და ვამბობ, არის ის, რომ სამყარო მცირე ქვეყნებს მიჰყავთ წინ. მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქსა და წმინდა სინოდს, განსაკუთრებით კი რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს. ვინაიდან ვიცი, რომ კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება საერთოდ არაა იოლის საქმე. ამრიგად, ისინი იმსახურებენ მადლობას იმისათვის, რომ მოგვცეს შესაძლებლობა შევხვედრილიყავით და გვესაუბრა პირველი მსოფლიო კრების შესახებ. იმ კრების შესახებ, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო.